საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის მანანა ანუა ტყვეობის 52 დღე აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა არტანუჯის მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა. წიგნში აღწერილია ნამდვილი ამბავი, ეს არის დოკუმენტური სინამდვილე 1993 წლის ივლის-აგვისტოს დღეებში მომხდარი ტრაგედია სოფელ კომანში, რომელიც 14 კილომეტრით იყო დაშორებული სოხუმიდან. ეს წიგნი არის აგებული ქართველებისა და აფხაზების მეგობრობაზე, კონკრეტულ ისტორიაზე. ამ წიგნს აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ჯერ ერთი აფხაზებისთვის, იმიტომ რომ იქ ნამდვილად არ იცოდნენ სინამდვილეში რა მოხდა იმ წმინდა ადგილას იოანე ოქროპირის ეკლესიაში, ვასილისკოს წყაროსთან და დღემდე ბუნდოვნად იყო. და მე იმედი მაქვს, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ყველას ეცოდინება ნამდვილად იქ რა მოხდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და ლიტერატორები ესწრებოდნენ. მე მინდა მიულოცო დღეს ყველა ქართველ და აფხაზ კითხველს ეგ შესანიშნავი მოვლენა აფხაზური თარგმანი შორენა ლებანიძის წიგნი მანანა ანუა ტყვეობის 52 დღე და მინდა აღვნიშნო ის რომ მიუხედავად იმისა რომ ის უსაშინელესი ტრაგედიის გადატანა მოუწია ჩვენს ოჯახს და ეს ასახულია ამ რომანში, მაგრამ თავარი რაზეც გაკეთებული აქცენტი ამ წიგნში ეგ არის ზნეობრივი არჩევანი, რომელსაც აკეთებს ადამიანი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, ომის სიტუაციაში. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი საღამოთი. დღევანდელი საღამო ეძღვნება იმ ძირითადად ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ქართველებმა და აფხაზებმა ერთად გადავიტანეთ და დღეს საქართველოს დედაქალაქში თბილისში ამის გახსენება ყოველი ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. თვითონ ის ფაქტი, რომ წიგნი ითარგმნა აფხაზურად, ეს ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა და მეტად მნიშვნელოვანი, რომ არასოდეს ქართველობა არ ეწინააღმდეგებოდა აფხაზური ენის განვითარებას თუნდაც. წიგნის სიუჟეტი აგებულია ქართველებისა და აფხაზების ისტორიულ სინამდვილეზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხისთვის.